კარგად ჩატარდა აფხაზეთის განათლების სამინისტროში ჩატარდა არტ-გალერეაში 30 სექტემბერს. გვეწვევდნენ ძალიან კარგი ადამიანები, სტუმრები იყვნენ მოწვეულები და კარგად ჩატარდა. ეს კრებული გამოსცა განათლების სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა უღრმესი მადლობა მათ თითოეულ კომისიის წევრს, რომელმაც მისცა ხმა და კრებული ძალიან კარგი კრებული არის, ხარისხიანი. მისი რედაქტორი არის ქალბატონი ანა გერანტია. მაყოფილი ვარ, კარგად ჩატარდა. დღეს ტარდება მეორე პრეზენტაცია იმათთვის, ვინც ვერ დაესწრო იმედია, მეოთხე წიგნის პრეზენტაცია სოხუმში შედგება. მამღერეთ უგა უშხავ ბახჩარა, მე ჩვენმა მტრობამ ვერ შემირიგა მამღერეთ, თორემ თელა ჩადარას გადმოვიხატავ მკერძეს ვირინგად, დრო ამ სიყვარულს ვერაფრი დახფლავს, საღებავების ზეთის მირონს მას, ჩემი მოლბერტი არ მისცეთ საფლავს, აჩუქეთ ვინმე აფხაზ ფიროსმას. დღევანდელმა საღამომ, რომელიც მადონა დვალის ახალი წიგნის პრეზენტაციას ეძღვნება, როგორც ხედავთ, შესანიშნავად ჩაიარა. შეუძლებელია სხვაგვარად ყოფილიყო. მე მადონა დვალი გავიცანი ღვთის სახლში, წლების წინ. ღვთის სახლში რომ ვამბობ, ეს იყო სამების ეკლესია, სადაც ჩატარდა საღამო, გამაცნეს მადონა დვალი, მაჩუქა მადონა მაშინ თავისი წიგნი, წავიკითხე და ისეთი იცით ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემთვის აღმოვაჩინე უნიჭიერესი ქალი, უნიჭიერესი პოეტი. იმის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი წიგნი გამოსცა მადონამ და იმ წიგნის რედაქტორი ვიყავ. იმ წიგნზე მუშაობისას კიდევ ერთხელ დავწუნდი, რა საინტერესო და მრავალმხრივია. სათუთ მრავალმხრივად ნიჭიერი ქალია. რასაც არ უნდა მოკიდეს ხელი, ყველაფერს აკეთებს ძალიან ლამაზად, პროფესიონალურად, აი ქვეყანას რომ გამოადგება ისეთი სულისკვეთებით. ძალიან მიხარია მისი წარმატება, ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა რომ ყველა მიცოდეს მისი ლექსები, წაიკითხონ, იყიდონ ეს წიგნები.